მედია პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით, რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს. დღის მთავარი თემი ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს. რუსეთს სურს წარმომაჩინოს დაულაგებელ თავქარიან საშიშ პიროვნებად. მე კი საშიში მხოლოდ საქართველოს მტრებისათვის ვარ და არც მთავრობის წევრებისათვის და არც შიდა ოპოზიციისათვის. ეს განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, რაც ფიქრობენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ სააკაშვილის 4 საათიან ტელეხიძე, რომელიც კვირისა და დღის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. იყო თუ არა პრეზიდენტი მის სატელევიზიო გამოსვლაში ამომწურავი და გულწრფელი, რატომ გაავლო პარალელები ექსპერტების ნაწილმა პრეზიდენტ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის, რაში ჭირდება პრეზიდენტს ბოლო დროს თვალშისაცემად გახშირებული სატელევიზიო გამოსვლები. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გაიმართება ჩვენს ეთერში პოლიტიკური დებატები ხელისუფლების გუნდის წევრს ნუგზარ ციკლაურსა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელ მამუკა კაციტაძის შორის. ბატონობა, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ნუგზარ, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, მინდა გკითხოთ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ამავდროულად როგორც პოლიტიკოს. იყო თუ არა დასმული კითხვები, რომელზეც პასუხები პრეზიდენტმა სააკაშვილმა ან ვერ გასცა. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა პრეზიდენტი გულწრფელი და ამომწურავი? ბატონ ნუგზარ, გისმენთ? არც ყველა შეკითხვის დასმა პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ თქვენ და მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, აგრეთვე მსმენელებს. შეუძლებელია რომ ყველა კითხვა დაისვას თუნდაც ისეთ ვრცელ ფორმატში, როგორც მომსწრენი ჩვენ გავხდით ამ რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ პრობლემაზე დაისვა შეკითხვა, იყო ძალიან მწვავე შეკითხვებიც. ბუნებრივია დარჩებიან იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც იტყვიან, რომ მათ კიდევ აქვთ რაღაც შეკითხვები ან სხვა რაიმე ფორმატში. შეკითხვები ამ 4 საათიანი გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტს. მე რა შეკითხვებიც მაქვს, ამას სხვა ფორმატში ვცვამ და იმ ფორმატშიც ვიღებ პასუხებს. ეს არ იყო ჩემთვის განკუთვნილი. ხშირად ხვდებით პრეზიდენტს, ბატონ ნუგზარ? არ ვიცი, ხო გააჩნია სიხშირეს, რაც ეძახდი. როცა მე საჭიროება მაქვს, მე ხვდები და კი ბატონო, გისმენთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ უამრავი შეკითხვა იყო დასმული, თუ თქვენი შეკითხვა მიდის იქითკენ, რომ რაღაცნაირად კუპიურებით იყო თქვათ ეს შეკითხვები და იყო მხოლოდ ისეთი შეკითხვები დასმული, რომელზეც პასუხები და სავარაუდო პასუხები უფრო ადვილი გასაცემი იყო. მე ვერ დაგეთანხმებით ამაში, ვფიქრობ, რომ იყო დასმული ძალიან ბევრი შეკითხვა, თუ ვინმეს აქვს კიდევ რამე შეკითხვა, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ დასვას კიდევ შეკითხვები. საბედნიერო საქართველოში არის ისეთი მედია სივრცე, როგორც საგაზეთო ბეჭდვითი მედიის თვალსაზრისით, სატელევიზიო მედიის საშუალებით, როდესაც როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ ნებისმიერი კითხვა, ნებისმიერ ფორმატში დასვა. ვერ დაგეთანხმებით ბატონ ნუგზარ, იქიდან გამომდინარე, რომ რადიო უცნობის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები არ იყვნენ ამ სატელევიზიო გამოსვლაში მიპატიჟებულები, სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა რადიო უცნობზე, რადიო ნაცნობზე, კერძოდ ჩვენს ტელე და რადიო პროექტზე უცნობ კავკასიაზე, სამწუხაროდ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთხოვთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუს ჩაწერას, მაგრამ მან საბოლოოდ უარი განგვიცხადა რამდენიმე დღის წინ, ასე რომ როდესაც საუბრობ, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ ნებისმიერი კითხვა დაუსვან პრეზიდენტ სააკაშვილს, მე მინდა გითხრათ როგორც რადიო უცნობის ჟურნალისტი, რომ ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ვარ, რადგან არ ვიყავით მიპატიჟებულები ამ შეხვედრაზე. გაბრაზება არ ამგონია საუკეთესო მეგზური იყოს ადამიანისათვის, მით უმეტეს გაბრაზებული ჟურნალისტი. ჟურნალისტი თუ არ გაბრაზდა ბატონ ნუგზარ, მინდა გითხრათ. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ თქვენ არ იყავით სიმართლე გითხრათ, ეხლა ამას არც სარკაზმით ვამბობ და უბრალოდ მე არც შემჩნევია, ძალიან ბევრი საშუალება იყო მედიის. იქ და იყვნენ ისეთები, მაგალითად ალია იყო, იქ იყვნენ სხვადასხვა გაესტებისტები, რომელთაც მკვეთრად ოპოზიციურად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და ამიტომ არ მგონია, რომ შეიძლება ეს იყოს რაღაცა აპარატის მოუქნელობის ბრალი და არა იმისი, რომ ხო ვინმე სწორედ ამიტომ ვარ გაბრაზებული ბატონ ნუგზარ. ნაცნობის კითხვები. შეიძლება ჯერ კიდევ უცნობი ხართ საქართველოსთვის და ამიტომ თქვენ ესე ფიქრობთ, რომ ჩვენ უცნობი ვართ საქართველოს. თუმცა კარგია, რომ პრეზიდენტისთვის ვართ ნაცნობი მედია საშუალება, რადგან მან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრი ისაუბრა რადიო უცნობზე და მის ხელმძღვანელობაში. შესანიშნავია არის მოკლედ განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის, რომ სხვადასხვა ფორმატით ხდება უკვე როგორც პრეზიდენტის, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების გამოჩენა ტელევიზიის ეკრანზე. ძალიან მოხარული ვარ და გულწრფელად მოხარული ვარ, რომ
ყოველ საღამოს შეგიძლია სხვადასხვა არხებზე, აი დღეს საღამოს მაგალითად პირველ არხზე ვარ მიწვეული და იქ ვიცი რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება ღამეობით უნდა გამოვტყდე და ხშირად მიყურები აი ახალდაწყებული იმისათვის რა ქვია ток-შოუსათვის. რომელ ток-შოუს გულისხმობ? საკანი ნომერი 5. კი ბატონო, ხომ არაპირებთ. და კიდევ სხვადასხვა არხებზე, ამიტომ აქ ეხლა თქმა იმისი რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას რაიმე პოზიცია აქვს და მისი პოზიცია დარჩა დამალული ხალხისათვის იმის გამო რომ მან მედია საშუალებებით ამ თავისი აზრის გახმიანება ვერ მოახერხა, ეს ასე არ არის. დანარჩენი ყველა პრობლემა მოგვარდება, ვფიქრობ. კი ბატონო გზარო, რადგან თქვენ თავად ახსენეთ საკანი ნომერი 5, მინდა კითხოთ, ხომ არაპირებთ ეს სტუმრად გია გაჩაჩილაძეს უცნობს? არა, არ ვაპირებ. უყურებს ხალხს კრიტიკული თვალით უყურებ იქ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიდან ჩემი ერთგვარი რაღაც დისტანცირება ამ პროექტისგან გამოიწვია იმან რომ რაღაცნაირი ლაიტმოტივი თითქმის ყველა იმ საღამოსი არის ის რომ თურმე საბჭოეთის პერიოდში ქართულ წიგნს, ქართულ კულტურას არავითარი პრობლემები არ ექნებოდა, რომ რუსული პოლიტიკა არ იყო შემზღუდავი ქართული ერთიანობის და აი ამიტომ რაღაცნაირად გამოიწვია. თუმცა არის ხანდახან რაღაცნაირი ისეთი განცხადებებიც, რომელიც სერიოზულობას ართმევს ამ პროექტს. კი ბატონო, ეს თქვენი მოსაზრება, ეს გაიცემის სხვა თემა, ამიტომ ამ თემაზე ჩვენ ახლა ვერ ვისაუბრებთ. ბატონო მამუკა, მინდა კითხოთ, თქვენ მაშინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის 4 საათიანი ტელეეთერი მიმდინარეობდა, ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები საპროტესტო აქციას მართავდნენ ტელევიზიის წინ და მოითხოვდნენ დებატებს მიხეილ სააკაშვილთან. მინდა კითხოთ, ბატონო მამუკა, თქვენ არაერთხელ თუნდაც ჩვენს ეთერში გითქვამთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის თქვენი პრეზიდენტი. მაშინ რა სტატუსით მოითხოვდით მასთან დებატს? მოგესალმები, ნათია. კეთილი იყოს ჩემი ფეხი მაესტროს ეთერში. ამ გადაცემაში კი ვარ ნამყოფი, მაგრამ ახლა მაესტროთი გადის და კი ბატონო. ასე ვთქვათ, სასიამოვნოა, ყველაფერი და გადის კარგ დროს, მე ვიტყოდი, ასე, ანუ ძირითად დროს, prime time-ში. ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ყურებადობა გადაცემისა იქნება უფრო მაღალი. რაც შეეხება პარასკევის შოუს, რაც მოაწყო მიშა სააკაშვილმა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ რესპუბლიკელებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამომართეთ პრესკონფერენცია, სადაც ორი ძირითადი თემა გვინდოდა საზოგადოებისათვის გაგვიგებინებინა და რომ არა კავკასიის ეთერი, მინდა გითხრათ, რომ საღამოს საინფორმაციოები რომ დამთავრდა, მე თვითონ დავეჭვდი დღეს იყო თუ არა ჩვენი პრესკონფერენცია საერთოდ მეთქი, იმიტომ რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარკვეულწილად, მაგრამ რუსთაველმა და იმედმა საერთოდ დაკარგა ეს, რომ თითქოს არც არაფერი არ მომხდარა იმ დღეს ამ ორი პარტიის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. ხლა აზრი და მიზანი რა ქონდა სათქმელი? პირველი ის, რომ ჩვენი ერთნიშნულოვანი შეფასებით სააკაშვილმა ეს ღონისძიება მოაწყო როგორც მორიგი PR აქცია, მორიგი ერთგვარი თვალის აბმა საქართველოს მოსახლეობისა და აი ამ ფორმაში გადაზარდა, როდესაც ერთი სტუდია იყო დაუშვათ რუსთავიორში, სადაც ყოფილან ჟურნალისტები, მეორე პედაგოგები და ექიმები, თუ არ ვცდები იმედზე, ძალიან საინტერესო სტუდია იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თეატრში მინახია დეკორაციები, რომლებიც განან და ხმას არ იღებენ. ზოგი ბუჩქია, ზოგი ხია, ზოგი კუბია და ზოგი ფარდაა და აი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვხედავდი ესეთ დეკორაციებს, ახლა ნამდვილად რთულია, რომ 4 საათნახევრის განმავლობაში იჯდე ელემენტარულად და არ იყო არაფერში ჩართული. გასაგებია სხვა ეთერებში, უფრო სწორედ სხვა სტუდიებში რაღაც დინამიკა იყო, კითხვას სვავდნენ თუნდაც წინასწარ დავალებულს ან არ დავალებულს, მაგრამ ნუ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასწარ იყო ბატონო მამუკა დავალებული. შეიძლება იყო, შეიძლება არა, ახლა ნუ ჩავთვლით ისე რომ გინდა თუ არა იყო მეთქი, მაგრამ თქვენ თავად აღნიშნეთ დღეს რომ მაინც მიმაჩნია ეს შოუ, მე მაინც შოუს დავარქმევ, ბუნებრივია. ამაზე ბატონო ნუგზარიო რა თქმა უნდა, ახლა ბატონო ნუგზარიო იგივე პასუხს არ გაცემს და იგივე შეფასებას არ გააკეთებს, როგორც მე, გასაგებია მაშინ ის იქნებოდა ოპოზიციაში, ან მე ვიქნებოდი ნაციონალურ მოძრაობაში, ღმერთმა დამიფაროს. მეც ღმერთმა დამიფაროს. კი ბატონო. რომ ოპოზიციაში იყო, არა, ოპოზიციაში ყოფნა, ასე ისა შეიძლება ოდესღაც მოგიწევთ ბატონო ნუგზარიო. რა თქმა უნდა, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაში მე არც ერთ შემთხვევაში არ მომიწევს, ეგ ზუსტად ვიცი რა. ამიტომ მართლა ღმერთმა დამიფაროს და თქვენ ნუ არ დაგიფაროთ ღმერთმა. ძალიან ბრაზობთ ახლა ხალხი არ კვდება და ძალიან ბრაზობთ და ეს არ ამგონია მართლა არა როგორ გეკადრება საუკეთესო დასაწყისი ერთი სათქმელი არ ბრაზობ მეთქი რა ახლა ჩვენ კარგად ეთყობა სიღრმისეულად არ ვიცნობთ ერთმანეთს მე გაბრაზებული ცოტა უფრო სხვანაირი ვარ ვიდრე ამიტომ ერთი მომენტი იყო ის რომ გვემხილებინა ჩვენ ასე ვთქვათ სააკაშვილის შოუ პროექტი
და მორიგეი ფარსი და ტყუილი საზოგადოებასთან მიმართებაში და მეორე იყო ის რაც თქვენ ბრძანეთ შეთავაზება რომ თუ ხარ მზად იმისათვის რომ პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ კითხვებს პასუხი გაცე საზოგადოებასთან ყველა დაინტერესებულ პირთან ჩვენ გამოვთქვით სურვილი რომ ჩვენ ეხლავე ვართ მზად რომ იმ ეთერში სადაც თქვენ იმყოფებით და ხართ პოლიტიკური ლიდერი ხართ ფაქტობრივი ხელისუფალი ეს აღნიშნავს იმას რომ რახან მე მას პრეზიდენტს არ უწოდებ ის არ არის ფაქტობრივი ხელისუფალი დაინგრა ქვეყანა ხო რეალურად ჩვენ მზად ვართ რომ პირდაპირ ეთერში საზოგადოების დასანახად ვიმსჯელოთ ყველა პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია დღეს თქვენი შოუ არ ითვალისწინებს ამ ფორმატს, რომ პოლიტიკოსებს ესაუბროთ. უკაცრავად. არა, ის იყო მონოლოგის რეჟიმში. ჩვენ ვამბობდით, რომ ვიმსჯელოთ პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად. დღეს თუ დღევანდელი შოუ, ანუ პარასკევის შოუ, თუ არ ითვალისწინებს ამ ფორმატს, ჩვენ იქვე გამოვთქვით მზაობა, რომ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს უბრალოდ წინასწარ თუ გავაგებინებთ ყველა პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული საგარეო პოლიტიკიდან და უსაფრთხოებიდან დამთავრებული სოციალური პრობლემატიკით, ჯანდაცვით, განათლებით და ასე შემდეგ ვართ მზად, რომ ღია ეთერში საზოგადოების დასანახად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. ეს ორი მიზანი ქონდა იმ აქციას, რომელიც ჩვენ მოვაწყვეთ საზოგადოებრივ მაუწყებლის წინ. ისე კი, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ახლა დეტალებში ნამდვილად ვერ ჩამოყვებით მე თქვენ ამ 4 საათნახევრიან შოუსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა არ მიყურებია მისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ინფორმაცია არ მაქვს ამის თაობაზე, ხო პარტიაში ელემენტარულად არსებობს კონკრეტული სამსახური, რომელიც ვალდებულია, რომ ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენ. ცალკეული რაღაც მომენტებში, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა უთორო ჩაგერთო, ისიც ამას აჩვენებდა, პრინციპში ყველა არხზე ეგ იყო და რაღაცეებს რადიოში, ტელევიზიით ყური მოვკარი. მართალი გითხრათ, მე მისთვის არ მიყურებია, ასე დეტალებში ვერ ჩამოყვებით მეთქი, ახლა ამის არც სურვილი მქონდა, არც ინტერესი მქონდა, მით უმეტეს არც ნერვები, მაგრამ თუ რაიმე კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით იქნება დღეს აქ საუბარი, რასაც ალბათ ჰქონდა ადგილი პარასკევის შოუში, მე მზად ვარ. კი ბატონო, თუ შეიძლება ახლა მოусმინოთ რადიო მსმენელს და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი, თუ შეიძლება მოვიმარჯოთ ყურსასმენი, მოგესალმებით, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ, მოგესალმებით, მინდა ღრმა პატივისცემა დასტუროთ ქალბატონო ნაცია თქვენ. გმადლობთ. ბატონო მამუკა, ღრმა პატივისცემა აგრეთვე თქვენ. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღეს ნინოობა სრულიად საქართველოს. დღევანდელ დღეს ხელისუფლების წარმომადგენელსაც მიულოცავ, ოღონდ პატივისცემას ვერ დაუდასტურებ ნამდვილად და უმორჩილესაც ვთხოვ ჩვენს კონკრეტულ შეკითხვებზე, რომელსაც ახლა გისმენთ ქალბატონო. მისთვის შეეული ცინიზმით ნუ გასაგებია გისმენთ. ორივე რესპონდენტთან მაქვს ერთი და იგივე შეკითხვები. პარასკევის შოუში მე პირადად მომეჩვენა რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეეცადა ქართული საზოგადოებრივობის მოტყუებას, რომ პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის არანაირი რეალური პროგრამა და რომ იგი ცალსახად ემზადება საპარლამენტო არჩევნებისათვის. გასაგებია. დიდი მადლობა. გისმენთ. ბატონო გზარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიცია ჩვენ ამაზე დაწვრილებით სურს რომ ვისაუბროთ გისმენთ თუ შეგიძლიათ კითხვა იყო თქვენი მის სამართით საერთოდ ბატონი მამუკაც ბრძანებდა რომ არ უყურებია პრეზიდენტის გამოსვლისათვის აგრეთვე მე ნახე რომ რამდენიმე სხვა წარმომადგენელი ჩვენი ოპოზიციის ამბობდა რომ არ უყურებია ზოგიერთი ამბობდა რომ ზღაპრების მოსასმენად არ მცალია მოკლედ წინასწარვე იყო ეს განწყობა რომ საერთოდ არ ეყურებინათ თუ სიმართლეს ამბობენ და მე ახლა არაფერი საფუძველი არ მაქვს რომ არ ამბობენ სიმართლეს არ უყურეს ამ გადაცემას მათივე აღიარებით ფაქტიური პოლიტიკური ლიდერის ქვეყნის გამოსვლა მათთვის არის უინტერესო და ეს მეტყველებს იმ სერიოზულებაზე, რა სერიოზულობითაც უდგებიან პოლიტიკურ პროცესს ეს ბატონები. ამასთანავე არა მარტო იმისათვის რომ რაღაცნაირად აგრესიული გავხადო და ვფიქრობ რომ ჩვენი თანმდევი ამ შემთხვევაში უნდა იყოს მხოლოდ მოსმენა მოწინააღმდეგის აზრის და საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ ეს არ ამგონია რომ სწორი ფორმა იყოს, თუ კი გინდა ამაზე კომენტარის გაკეთება, თუ კი გინდა რომ შემდგომი ინტერვიუები იქნება თუ აი ამ ტიპის გადაცემები რომ ისაუბრო პრეზიდენტის პოლიტიკის ისტორიის თუ ცდარობის შესახებ ხო მინიმუმ უნდა უყურო მაინც ამასთან დაკავშირებით მახსენდება ბორის პასტერნაკის ექიმ ჟივაგოს რო განიხილავდნენ ბესოჟღენტმა კრიტიკის ქართლში გაატარა და პიერ გამარამ ფრანგმა კითხა რომ თქვენო
რომელი კონკრეტულად ადგილი არ მოგეწონა თუ ამ მისიო და მე ასეთ ნაწარმოებებს არასდროს არ წავიკითხავ, რაც იყო მე საყოველთაო სიცილის და ხუმრობის საგანი. თუმცა ბატონო გზა ბატონმა მოგწანა რომ მაქვს ინფორმაცია თურაზე ისაუბრა. მინდა ვკითხო ნუ ცხადია რომ ეს ქალბატონი მიეკუთვნება ერთ კონკრეტულ მმართველს, კერძოდ მე მგონი ოპოზიციის მხარდამჭერი არის. მან თავიდანვე გააკეთა შეფასება და თქვა რომ ეს არის შოუ, ნუ რომ ეს იყო სანახაობა ქართულად რო თქვა, ყველას აქვს უფლება, ბატონმა მომკასაც იგივე აზრი აქვს, რომ თუმცა არ უყურებია, მაგრამ რომ ეს სანახაობა იყო, იმ ქალბატონსაც აქვს ასეთივე აზრი, მაგრამ იქ იყო შეკითხვა არ იყო, აუცილებლად მიიპასუხოსო, მაგრამ მან შეფასებები უფრო გააკეთა, რომ ეს იყო ქართული საზოგადოების მოტყუება და მესამე შეფასება იყო, რომ ეს ჩემი აზრითო არის ვადამდელი არჩევნებისათვის მზადება. ნუ ამაზე შემიძლია. კი ბატონო, ბატონო გზარს ვერანაირ საფუძველს მე დღეს ვადამდელი არჩევნების გამართვისა პირადად მე ვერ ვხედავ, ძალიან ბევრი ჩემი თანამოაზრე პარლამენტის წევრებიც ამის საფუძველს ვერ ხედავენ, პოლიტიკური ოპოზიცია, საპარლამენტო პოლიტიკური ოპოზიციაც ამის საფუძველს ვერ ხედავდა, ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ ვითარებაში საქართველოში და რომც არ იყოს ესეთი დაძაბული ვითარება, მაინც უმჯობესი იქნება, რომ ჩვენ დაუცადოთ იმ დროს, კი ბატონო, ბატონო გზარ, ეს მოსაზრება მარტო ამ ქალბატონმა არ გამოთქვა, თუ შეიძლება ერთი წუთი. მით უმეტეს რომ 2010 წელს უკვე იმართება არჩევნები. ეს არის მომდევნო წელს უკვე იმართება ძალიან სერიოზული ადგილობრივი არჩევნები და თუ ჩვენ დავაკვირდებით პოლიტიკურ ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებაში ვინც აღწევს დიდ წარმატებას ხო მას აქვს ძალიან დიდი საფუძველი აგრეთვე რომ მიაღწიოს შემდეგ კი ბატონო ადგილობრივ არჩევნებზე ალბათ ბატონმა მოგგვიპასუხებს უბრალოდ ის რომ პრეზიდენტი წინა საარჩევნო კამპანიას არ წარმოებს ამის შესახებ მარტო ეს ამ ქალბატონმა არის საუბარი რადგან ექსპერტების ნაწილი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ ამაზე რომ პრეზიდენტს უკვე დაწყებული აქვს წინა საარჩევნო კამპანია ამის მიზეზად ასახელებენ სწორედ იმ ფაქტს რომ პრეზიდენტი აქტიურად დამეთანხმებით ბატონო გზარ ალბათ იმაში რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტი უფრო გააქტიურდა ხედავთ მის საეთერო პირდაპირ ეთერში გამოსვლებს როგორ ფიქრობთ არ არის პრეზიდენტი ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურებული სწორედ აი ამას უკავშირებენ იმ ფაქტს რომ პრეზიდენტმა დაიწყო წინა საარჩევნო კამპანია პრეზიდენტმა თავად თქვა თავის გამოსვლაში რომ ძალიან ბევრი კითხვა არის ისეთი რომელიც მოითხოვს პასუხის გაცემას ეს კითხვები წარმოიქმნება როგორც საზოგადოების სხვადასხვა ფენის მხრიდან ისე პოლიტიკური ახლა გაახსენა პრეზიდენტს რომ არის კითხვები რომელზეც პოლიტიკური ფიგურების მიმართ პასუხები უნდა გაიგოს მიზანი იქნება რომ არ მოისმინოთ პასუხი არა რასაკურველია უბრალოდ მე ჩაგეკითხებით ბატონო არა გასაგებია თქვენ მკითხეთ პრეზიდენტმა თქვა ამის შესახებ და ეს აქტიურობა სულაც არ არის თუ თქვათ იქნებოდა ნაკლებ აქტიური იგივე წარმატებით შეიძლებოდა გვეთქვა რომ აი არ არის ნაკლებ აქტიური და თქვათ ის არის მოცული სასწრაფკვეთილებით და ამიტომ აპირებს ნებისმიერ დათმობაზე წასვლას ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება პოლიტიკური გუნდი გადაწყვეტს რამდენად მნიშვნელოვანია მისი ამა თუ იმ ფიგურის გააქტიურება რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვათ პარლამენტის წევრებმა უფრო მკაფიოდ და თავიანთი პოზიცია გამოხატონ პრეზიდენტი რამდენად აქტიური უნდა იყოს ეს არის პოლიტიკური თამაშის წესები და ჩვენი გუნდი ირჩევს ამ თამაშის წესებს თუ კი დაგროვდა მართლა შეკითხვები ჩვენ გავცეთ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი და რაც შესაძლებელია ამ უმწურავად გავცეთ ამ შეკითხვებზე პასუხი ასევე მინდა ვთქვა რომ თუ აქციები იყო იმასთან დაკავშირებით რომ რაღაც სხვა შეკითხვები არსებობს, სხვა შეკითხვები შეიძლება ჩამოყალიბებული იქნას, ხოლო რაც შეეხება ფორმატების შეთავაზებას, ხო, ასე არ არის ახლა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტოს უცებრო მაინც და მაინც პირდაპირ პოლიტიკური დებატები გამართოს საქართველოს პრეზიდენტთან. პარტიების პოლიტიკური დებატები იმართება და თვალსაჩინო მაგალითი დღევანდელი დღე არის თქვენს ეთერში, როდესაც განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ადამიანები ყამათობთ, მაგრამ ეხლა ნებისმიერი ვისაც მოუნდება გამოვიდეს და მაინც და მაინც პრეზიდენტს ელაპარაკოს, გარწმუნებთ, რომ ეს აღარ იქნება პრეზიდენტი, არამედ იქნება მუდმივად რაღაცა სადებატო რეჟიმში ჩართული პიროვნება თან ისეთ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომელიც არც პოლიტიკური წონის თვალსაზრისით და არც კიდე საზოგადოებაზე გავლენის თვალსაზრისით, ხო, არ არიან ამ შემთხვევაში ვის გულისხმობთ ახალმემარჯვენეებს გულისხმობთ მოდებატები თუნდაც ახალმემარჯვენეებს ეხლა პოლიტიკური ოპოზიცია აყალიბებს თავის საერთო პლატფორმას თავის საერთო პლატფორმას აყალიბებენ ყველანი ერთად მე როგორც ვიცი მათ უნდათ რომ რაღაცა ერთი პოზიცია ქონდეს საკითხებთან დაკავშირებით სამი საკითხი არის უკვე დაყენებული და ეს პირველი საკითხი არის საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა მეორე საკითხი არის საპარლამენტო არჩევნების მოწყობა და ხოლო მესამე არის დემოკრატიზაცია თვითონ საარჩევნო გარემოსი ეს არის მათი მე რო გითხრათ რომ ხედავ რაიმე შორს მიმავალ და საღაზრს ამ იმაში
სამწუხაროდ ვერ ხედავ, მაგრამ სიამოვნებით მოვისმენ ამას, აი მართლა სიამოვნებით მოვისმენ ბატონ კახისგან, როგორ არის შესაძლებელი აი ამ პოლიტიკური მოთხოვნების ბატონ ნუგზა, თქვენ ახლაც საკმაოდ კრიტიკული ხართ ოპოზიციის მისამართით. ასევე კრიტიკული გახდათ პრეზიდენტი სააკაშვილი მისი საერთო გამოსვლის დროს მან ისიც ბრძანა რომ ტენდერია გამოცხადებულიო ოპოზიციაში ლიდერობაზეო. რა სიტყვით ბატონმა ეთანხმებით ისე თქვენ ამოსაზრებას პრეზიდენტ სააკაშვილის ამოსაზრებას რომ ტენდერია გამოცხადებული ოპოზიციაში ლიდერობაზე. ოპოზიციური პარტიების მართლაც და საერთოდ ოპოზიციური მოძრაობის რომელიც აპირებს გაერთიანებას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაკლი მართლაც არის რომ ერთი ლიდერი არ არის. ამიტომ როდესაც ქალბატონი ნინო ბურჯანაძე განაცხადა თავისი ოპოზიციური ძალებში გადასვლის შესახებ, მაშინ იყო ძალიან ბევრი საუბარი იმ შესახებ, რომ შეიძლება ნინო ბურჯანაძე ჩაუდგეს. უფრო ადრე გვახსოვს, რომ ოქრუაშვილი როგორც კი გადავიდა, იყო ამასთან და ამიტომ ეს მცდელობა ოპოზიციურ პარტიებს აქვს, ეს არის სრულიად ბუნებრივი მცდელობა, მეც რო ვიყო ოპოზიციაში, ვინდომებდი, რომ ერთი გამაერთიანებელი არა, ეხლა უკვე წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, მეც რო ვიყო, ვისურვებდი, რომ ჩემს ოპოზიციას ყავდეს გამაერთიანებელი ლიდერი, რომელიც ყველაზე უფრო მობილურად გამოხატავს ყველას აზრს. სამწუხაროდ დღესდღეობით არის ოპოზიციაში სწორედ ის ეკლექტიზმი, სწორედ ის დაუბალანსებლობა აი ამ ერთიანი პოზიციის გამოხატვაში. ამიტომ სრულიად ბუნებრივია რომ ბატონო, ჩემი კითხვის არის კრიტიკული განცხადებები. ალასანიაზეც ხო ამ ალასანიაზე ოდნა მოგვიანებით მე მინდა თქვენი განცხადება მოვიშველიო, რომელიც თქვენ სწორედ ალასანიას მისამართით გააკეთეთ. გისმენთ ბატონო მამუკა, საკმაოდ კრიტიკულია ნუგზარ ციკლაური თქვენი მისამართით, კონკრეტულად ახალი მემარჯვენების მისამართით. არ გააკეთეთ. გისმენთ ბევრი დაგროვდა სათქმელი დაწყებული კითხვაზე პასუხის გაცემიდან გაგრძელებული აზრებით. უბრალოდ მე დასაწყისში მოკლედ ვიტყვი რამოდენიმე წინადადებას, რომელიც ერთგვარად კითხვებს პასუხს გაცემს. ჯერ ეს ერთი მე არ მეგონა თუ ესე გაუგებრად საუბრობდი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომ ის ვთქვი, რომ მე არ ვიცი რაზე საუბრობდა სააკაშვილი. არა, მე ეს არ მithkom. ხო და ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რომელზედაც ისაუბრა მიშიკო სააკაშვილმა, მე შემიძლია დღესაუბრო დღეს აქ, იმიტომ რომ სრულად ვფლობ ინფორმაციას ამის თაობაზე და კიდევ გეუბნებით, რომ არანაირი ინტერესი, სურვილი და ნერვები არ მქონდა 4 საათის განმავლობაში, 4 საათნახევრის განმავლობაში პირდაპირ ეთერში მეყურებინა, მაგრამ ის რაც პოლიტიკოს სჭირდება ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მე ეს მაქვს მეთქი პირველი. მეორე მინდა რადიო მსმენელს ვუპასუხო, რომ ჯერ ერთი დაუდასტურო თქვა საპასუხო პატივისცემა მისი განწყობიდან გამომდინარე და მისი განწყობის გამო რაც შეეხება თუ რა იყო ეს მან თავად გააკეთა შეფასებები რომელიც თანხმედრია ჩემეული შეფასებებისა რაც შეეხება არის თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანია ამას გამოთქვავენ ამ აზრს ექსპერტებიც მაგრამ საზოგადოებისათვის გაცილებით უფრო სარწმუნო იქნება ის რომ ხელისუფლება სერიოზულად მზაობაშია არჩევნების ჩასატარებლად თუ ისინი გაეცნობიან აი ხვალ ეწურება თუ არ მეშლება საკონსტიტუციო ცვლილებას ერთვიანი ვადა და უკვე შედის პარლამენტში სადაც საუბარია იმ ტიპის საკანონმდებლო უпроцент იმ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებაზე რომელიც კონსტიტუციაში აჩენს 50 პრიმა 1 პრიმი მეორე პუნქტი ზეპირად მახსოვს ელემენტარულად მუხ სადაც საუბარია რომ თუ აქამდე პრეზიდენტს შეეძლო პარლამენტი დაეთხოვა იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი მხარს არ დაუჭერდა მთავრობას ან ჩააგდებდა ბიუჯეტს. პრეზიდენტს მისი უფლებამოსილების ვადაში ერთხელ მიენიჭება უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ დაითხოვოს პარლამენტი. ეს ნიშნავს რას? ერთჩვენიერ დღეს მოქმედი პარლამენტი თუ უკაცრავად ნაწილობრივ ჟარგონზე ვიტყვი, აუყირავდა სააკაშვილს და არ ჩააგდო ბიუჯეტი ან ნდობა გამოუცხადა და ასე თქვა დუნდობლობაზე ვერ გაიყვანა სააკაშვილმა მთავრობის მიმართ, მას რჩება უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ დაითხოვოს პარლამენტი და ამით გადააგოროს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არა საპრეზიდენტო არჩევნებში რიგარეშეში გამოიხატება, არამედ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ ქალბატონი იანთაძე საუბრობდა ამას წინათ კიდევ რომ რუსთავი ორში პირდაპირ კლიპების გადაღება მიდის უკვე სარწმუნო წყაროებიდან ვიცი მე ამას ვერ დავიჩერებ მე მომყავს ინფორმაციის წყარო თუ საიდანაც ამიტომ ეს პარასკევის შოუც ის საკონსტიტუციო ცვლილებაც ქალბატონიას ინფორმაციაც და კიდევ სხვა ინფორმაციებიც პრინციპში ამწიფებს იმ აზრს რომ ქვეყანაში ხელისუფლებას მოუწევს რიგარეშე არჩევნების ჩატარება უნდა არ უნდა სხვა საკითხი ყველაფერი არ არის ყოველთვის ისე რომ მე მინდა ან არ მინდა ხო ისე როგორც ხელისუფლებას ხო რაც შეეხება სააკაშვილის ეულ შეფასებებს პარასკევის შოუში რომ
ტენდერია გამოცხადებული და კიდევ ასეთი რამ. სხვა შორის აი მონაკოც პირადად უყურე. შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც რაღაც ტრანსფერია და როდესაც გოლი ვეღარ გააქვს, მაშინ ჩვენ ამას ვყიდით ხელისუფლება ამ ტიპის ფეხბურთელს და თუ აკვირდებით ლიდერები სწორედაც რომ ხელისუფლებიდან მიდიანო. ერთ-ერთზე გავდა ეს 2003 წელს შევარდნაძისეულ შეფასებებს. ერთ-ერთზე შევარდნაძე ამბობდა პირდაპირ რომ ხელისუფლებიდან გასულები არიან ოპოზიციის ლიდერები, თორე დამოუკიდებლად ოპოზიციაში ლიდერი არ ჩნდებაო. ეს მისეული შეფასება იყო, მე მაშინ კარგად მახსოვს, როგორ აკეთებდა, აპელირებდა შევარდნაძე ამას, იმიტომ რომ სააკაშვილი, ჯვანიაც, ბურჯანაძეც, ანუ ის ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად აქტიურ ოპოზიციურ ქმედებებში იყო გადასული, სწორედ ეს არგუმენტი მოიშველა. რა მნიშვნელობა აქვს ამას, ვინ საიდან არის გადასული? ფაქტი ის არის, რომ შენ პოლიტიკურ ოპონენტს უნდა გაცე პასუხი, მის კითხვას უნდა გაცე პასუხი, უნდა ელემენტარულად დააკმაყოფილო ის მოთხოვნილებები, რადგან აქ ბატონ ნუგზარი საუბრობდა ხა ამდენს მოუნდება პირდაპირ ეთერშიო. კარგით კი ბატონო, შეიძლება ყველას ყოველთვის არ გაცე პასუხი, მაგრამ მაშინ ის აღარ იქნება პრეზიდენტიო. დიახაც ის არ არის პრეზიდენტი. და თუ არის დაუშვათ თქვენთვის პრეზიდენტი, ხომ, ის პოლიტიკური ლიდერიც არის ამავდროულად. ანუ არის პარტიის თავმჯდომარე. უნდა შეეძლოს კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, გავლენას, ნაკლებად გავლენას თუ ასე შემდეგ, არა ყოველ დღე, არამედ პოლიტიკური კრიზისული სიტუაციის შექმნის დროს დაჯდეს და მართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელს. მართველი პოლიტიკური კრიზისია ბატონო მამუკა, ხო, პოლიტიკური კრიზისი თუ დღეს საქართველოში, მათ შორის ეკონომიკურიც, მათ შორის სამხედრო პოლიტიკურიც, ეს თუ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მე მაშინ ვამჯობინებდი რომ მე მონოლოგის რეჟიმში, სხვა მონოლოგის რეჟიმში აწარმოო საუბარი, იმიტომ რომ არის საკითხები, რომელიც უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენო. ის რომ დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, აქ არ არის საუბარი სამართლებრივ კრიზისზე, რომ მთავრობა შემოაქვს საკითხი, ვერ ამტკიცებს ამას პარლამენტი და იქმნება სამართლებრივი კრიზისი. ეს არის სამართლებრივი კრიზისი. პოლიტიკური კრიზისი არის ის მდგომარეობა, როდესაც სერიოზულად ეცემა ხელისუფლების რეიტინგი, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე ერთი მეორეზე მიყოლებით იქმნება სხვადასხვა ტიპის კრიზისები, მათ შორის ეკონომიკური და ამ შემთხვევაში არ მაქვს მე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამოძახილის კრიზისი. იქმნება სამხედრო ტიპის კრიზისები, ეს ყველაფერი უნდა განიმუხტოს. თორე არც 2007 წლის ნოემბერში იყო პოლიტიკური კრიზისი სამართლებრივი თვალსაზრისით. გასაგებია. შეიტანდა პარლამენტში საკითხმთავრობა, პარლამენტი მიიღებდა გადაწყვეტილებას უმრავლესობიდან გამომდინარე, მაგრამ არსებობდა რეალურად პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განმუხტულიყო და ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა ბატონო მამუკა პოლიტიკურ კრიზისს დღეს. ჩემი აზრი არის ერთმნიშვნელოვანი. დღესაც და საერთოდ ყველა ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს მუხტავს სამართლიანი თავისუფალი არჩევნები. ეს არის არა ველოსიპედი. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, სადაც ნდობის ხარისხი ჩნდება საზოგადოებისგან კონკრეტულ ახალ ხელისუფლების მიმართ. თუ ის ისევ კრიზისში მოექცევა, ისევ არსებობს ამის განმუხტვის საშუალება. ამიტომ ეხლა აქ მე ვერ დავიწყებ ნამდვილად რაღაც ახალი თეზების წარმოდგენას, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი. არსებობს მიღებული ფორმა, პოლიტიკური კრიზისი, იმუხტება ნდობის შემძენი თავისუფალი დემოკრატიული არჩევნებით. ყველა ქვეყანაში. პრეზიდენტს მოუწევს რომ დანიშნოს რიგ გარეშე არჩევნები, რადგან დღეს არის პოლიტიკური კრიზისი. ბატონი მამუკას განცხადებიდან მოკლე რეზუმე რომ გავაკეთოთ, გისმენთ. იცით რა, ეს არის რაღაცა უცნებები, არაფრით გამყარებული, არანაირი პოლიტიკური საფუძველი ახლა ამას არ აქვს, გარდა იმისა, რომ უნდათ რომ მართლა დაუბრუნდნენ პოლიტიკურ სივრცეს და ამის შესაძლებლობა საქართველოში ყველას აქვს და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა რომ დაბრუნდეს სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ქართულ პოლიტიკაში. ეხლა მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ სამ პუნქტს, რომელიც წევან ჩამოთვალე და მათში პირველი არის სააკაშვილის გადადგომა. ნუ რას ნიშნავს ეს სააკაშვილი უნდა გადადგეს? მოუწევს სააკაშვილის გადადგომაო ბატონო. ეს მუქარის ტონი ჩვენ ადრეს არაერთხელ გვსმენია, მაგალითად მე პირადად ბატონი კახაზგამ მსმენია რომ მოგიწევ დიდი ბოდიში ვიხდი, კახა კაციტაც არის ექსპერტი და კი ბატონო, მამერია უკაცრავ. სერიოზული ექსპერტი გეთანხმებით. ხო მე აი ბატონი მამუკასგან მომისმენია ერთ-ერთში ვიყავი და აი ნახავთო მოგიწევთო 7 ივნისს მაგ პარლამენტიდან ისო და ესე იმუქრებოდნენ მაშინაც
მუქარა ადრეც ბევრი მსმენია, არაპოლიტიკური მუქარები, ახლაც ბევრი მესმის, მათ შორის ერთ და იგივე ადამიანებისგანაც ხშირად მესმის, მაგრამ ფიქრობ რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციის მუქარის შემდეგ რომ გადადგა პრეზიდენტი სააკაშვილი, ხო? პოლიტიკა არის დარწმუნების ხელოვნება. პოლიტიკა არის ხელოვნება, როდესაც პოლიტიკოსი არწმუნებს თავის მომხრეს და ან კიდევ სხვა ჯგუფებს, რომელიც იმ წუთიერად მისი მომხრენი არ არიან, რომ მას დაუჭირონ მხარი, მის კონცეფციას დაუჭირონ მხარი, ხმა მისცენ მას არჩევნების დროს. აი ეს არის პოლიტიკა. ეხლა აი მუქარების ხო არ გეშინიათ? არა, არც არავის არ ეშინა და მე მგონი არ არის ცივილიზებული პოლიტიკური ბრძოლის ხერხი. თავად პრეზიდენტის საუბრობს, რომ არ ვარ საშიში ოპოზიციის ხო, საშიში რა ვიცი, რატო უნდა იყოს მართლა თავისი მოქალაქისათვის? არა, საინტერესოა პრეზიდენტის გონია რომ ოპოზიციას მისიაშინია? საინტერესო. არ ვიცი, ახლა ეს არა, ეს თავად პრეზიდენტის განცხადებიდან ჩავა. თავარია რომ აქ აყენებენ მოთხოვნას გადადგეს სააკაშვილი და ეს არის იმიტომ მხოლოდ რომ მეტყოლებს მხოლოდ უძლურებაზე და გადაწყვეტილებაზე კონცენტრირებას. უძლურია დღეს ოპოზიცია, ოპოზიციაზე, იმიტომ რომ მას არ შეუძლია მეტოქეობა ჩვენი გუნდის პოლიტიკური ლიდერთან. ეს იგივე არის, შეიძლება არ იყოს, ეს იგივე არის, რომ ნებისმიერ დაპირისპირებაში შენ ეუბნებოდე მოწინააღმდეგეს, რომ აი ეს და ეს ადამიანი არ გამოიყვანო და მაგ შემთხვევაში დაიწყოს ჩვენი დებატები. ან დაიწყოს ჩვენი რამე მატჩი. ეს არ არის სწორი. უძლურია ოპოზიცია დღეს. ხო, ეს არ არის სწორი. ეხლა გასაგებია ბატონი გზარ ახლა არის ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ ალბათ გაგცემთ ბატონი მამუკა პასუხს იმასთან დაკავშირებით რომ დღეს ოპოზიცია არის უძლური. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ხელისუფლების გუნდის წარმომადგენელი ნუგზარ ციკლაური ახალი მემარჯვენეების წევრი ბატონი მამუკა კაციდაძე არიან ჩვენი განაცემის სტუმრები. ვსაუბრობთ პრეზიდენტ სააკაშვილის 4 საათიან ტელეეთერზე. ბატონებო, მე მინდა ერთი პრეზიდენტის განცხადება მოვიშველიო. მე დავდივარ სოფელ ხვდები ჩვეულებრივ ხალხს, რომლებიც სვავენ კითხვებს ტრაქტორზე, გზებზე, განათლებაზე და არა იმაზე, შრომითი მოწყობა როგორი ექნება გამყრელიძეს, გაჩეჩილაძეს და სხვებს. ბატონო მამუკა, რა სიტყვით პრეზიდენტი დადის სოფელ ხვდება უბრალო მოქალაქეებს. გამოდის ტელეეთერში და მართავს ჟურნალისტებთან ღია პრესკონფერენციას. ეს არ არის დემოკრატიისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის შოუ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. პუტინისეული შოუა, უგო ჩავესისეული შოუა, იცით ალბათ მათაც ჩვევიათ მსგავს ტიპის ღონისძიებები. რაც შეეხება ახლა გამყრელიძეს, გაჩეჩილაძეს თუ როგორი შრომითი მოწყობა სხვათა შრომის მოწყობას, მე მგონი ახლა ტელემაყურებელი ან რადიო მსმენელი არ საჭიროებს ზედმეტ დაჯერებას იმაში, რომ ჩვენ ვიყავით შრომითად მოწყობილები მშვენივრად. პირადად მე და უარი ვთქვი დეპუტატობის მანდატზე, იმიტომ რომ რეალურად არ მინდოდა რომ 4 წელი კვლავ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ფორმალიზაცია იმ ფარსისა, რაც მოხდა 5 იანვარს და შემდეგ დასრულდა 21 მაისს და ამიტომ არა, მოგახსენებთ ამასაც ახლა გადავალ ხო, ჯერ თქვენ კითხვებს პასუხობ. ამიტომ ახლა როგორ დადის სააკაშვილი სოფელ და როგორ უგროვებენ მას ხალხს და ვისახვედრებენ და როგორ და მეც დავდივარ პირდაპირ გეტყვით სოფელ გაცილებით უფრო ინტენსიურად. და ცოტა სხვა განწყობებს ხედავ გასაგებია ახლა რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა წრეში ტრიალებენ და მე სხვა წრეში ვტრიალებ, მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც ყველას გვიწევს მისვლა ჭირიალ, ხინეა, საზოგადოებრივი ტრანსპორტია, დაწესებულება რაღაც. აი განწყობები არის დიამეტრალურად განსხვავებული, ვიდრე გამოჩნდა სააკაშვილის ამ სიტყვებში და მოდით ამაზე ჩავეძიებით ახლა ტელემაყურებლისთვის მიმინდია ვინ რა შეფასებას აძლევს სააკაშვილს და ვინ რა სიტყვებით მოიხსენიებს მას, კარგი თუ ცუდი. რაც შეეხება ბატონ ნუგზარის საუბარს იმასთან დაკავშირებით რომ ოპოზიცია სუსტია და ასე შემდეგ, ხო უძლურია. ცით რა მე შემთხვევით არ მithქვამს წეგან რომ კრიზისიდან გამოსავალი და გამოსვლა რეალურად არსებობს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნებით მეთქი. როდესაც მოთამაშის გამოყვანას მოგდიეთ ერთ წუთს დავასრულებ. როდესაც საუბარია იმაზე რომ თუ მოთამაშეს არ გამომაყვანებ, მაშინ მატჩი როგორ დავიწყოთ? არც ის მატჩი ვარგა ბატონ ნუგზა, როდესაც მსაჯი თქვენია. არენას გარშემო აკრავს პოლიცია და პროკურატურა, სადაც ეს მატჩი ტარდება და მე რეზულტატი თქვენ ასევე უნდა იხეიროთ. სწორედ ამას ვამბობ მე. არ ვიცი ბატონ მამუკა, ის არჩევნები ხო დამთავრდა და ეძახოდით მე საქონელს ქართულ ხალხს და რა ვქნათ? დავასრულებ მეთქი რა, მე ჩემ ყველა ნათქვამზე პასუხს ვაგებ. მათ შორის იმაზე თქვენ რომ თქვით 7 ივნისიო, თქვენ ბრძანეთ 7 ივნისს ვამბობ და ესეო. დიახ, ვამბობდი იმას, რომ როდესაც იქნებოდა ნორმალურად დანიშნული და საზოგადოებას ეცოდინებოდა, როდის უნდა გამართულიყო პირველი სხდომა საქართველოს პარლამენტში
პარლამენტისა, ჩვენ გვინდოდა რომ სერიოზული პროტესტი გამოგვეთქვა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პარასკევს საღამოს უჩუმრად დაინიშნა სხდომა და შაბათს დილის 6 საათზე მე ის ღამე გავათენე პარლამენტის წინ დილის 6 საათზე დაიწყეს დეპუტატებმა პარლამენტში მისვლა სხვადასხვა კარებებიდან კორდონებით და ასე შემდეგ. სხვათა შორის ის შოუც რომელზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ დღეს პარასკევს რომელიც გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გაიარა სააკაშვილის ესკორტმა მოვიდა ამ შენობამდე ანუ შეიქმნა იმიტაცია რომ აქ არის ეს სხდომა და ამ დროს იყო ხილიანის ქუჩაზე სტუდიაში რეალურად ეს გადაცემა რაღაც დამაბნეველი მანევრები გაკეთდა იმისათვის რომ ვინმეს პრობლემა არ შეექმნა. შეგაი კაცო, ამხელა რო იტყვიან ბოქაული და ჩაფარი შენ გემსახურება და რამ შეგაშინა ისე რომ ოცნაკაცმა პროტესტის გამოთქმა გადაწყვიტა გნებავთ პარლამენტის წინ და გნებავთ აქ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და რაღაც ცრუ მანევრებს ატარებ როგორც ესეთი. რაც შეეხება ოპოზიციის სისუსტეს ბატონო ნუგზარ, ჯერ ეს ერთი მინდა გულწრფელად გითხრათ, მადლობა, იმიტომ რომ მე სულ არ მიხსენებია ოპოზიციის სამპუნქტიანი შეთანხმება პუნქტების კონკრეტიზაციით და თქვენ ერთი სამჯერ ახსენეთ, უბრალოდ მე დრო დამეზოგა ამ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება ჩააყენეთ საქმის კურსში, რა შინაარსის არის? კი ბატონო, რა შინაარსის არის ჩვენი ოპოზიციური შეთანხმება თავის პუნქტების ჩამოთვლით, ეს თქვენ ორჯერ გააკეთეთ და გულწრფელად მადლობას გიხდით, თქვენეული შეფასება მიეცით და ამისთვისაც მადლობას გიხდით, იმიტომ რომ საზოგადოებას დაეხმარებით ამ შეთანხმებისადმი აზრის ჩამოყალიბებაში, რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია ისე როგორც ყველა პოლიტიკოსი უნდა ცდილობდეს, რომ დააჯეროს, დაარწმუნოს, დიახ, გეთანხმებით ჩვენ ამას ვეცდებით, რომ დავარწმუნოთ და დავაჯეროთ ქართველი ამომრჩეველი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები, იმიტომ რომ მე თქვენ მაშინ არ ბრძანდებოდით ბატონო ნუგზარ, საქართველოს პარლამენტის წევრი, 2 თვის განმავლობაში დეტალებში შეთანხმებული კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივასთან მხედველობაში მაქვს საარჩევნო კოდექსი შევთანხმდი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთი დღის ვადაში ისე შეიცვალა ყველაფერი და პირი გატყდა მათი მხრიდან რომ ელემენტარულად სურვილი არ მაქვს ამ ხელისუფლების წარმომადგენელთან მსგავს ტიპის ურთიერთობაში შევიდე. რაც შეეხება საზოგადოების დაჯერებას, დიახ, გეთანხმებით, ეს არის ოპოზიციის და ეს უნდა იყოს ოპოზიციის მიზანი, ეს უნდა იყოს სოფელში ჩასვლის მიზანი და არა ის რომ იქ რაღაც დაგიდგან სპექტაკლები, ჩვენ ამას ვაპირებთ და თუ ყველაფერ ამას ობიექტური თავისუფალი არჩევნები მოყვება, ღმერთმა შეარგოს იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც მოვა ხელისუფლების სათავეში ობიექტური არჩევნების შედეგად. ოღონდ არა მერაბიშვილისა და ადეიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნებით. გასაგებია. გისმენთ ბატონო მამუკა და მე ასევე მინდა გკითხოთ თქვენ გაკეთეთ. რა საოცრებაა რომ სრულიად განსხვავებული თქვენთვის გასაგებია, ჩემთვის ახლა უკვე ყველაფერი გაუგებარი გახდა. ერთადერთი რაც არის გასაგები ახლა ჩემთვის არის ის რის შესახებაც დასაწყისშიო ვლაპარაკობდით. გაუცნობიერებლობა იმის რა უნდათ, რისთვის უნდათ ეს ყველაფერი და ერთადერთი სურვილი. აი ახლა კი მართლა უკვე მეჯერა რომ თავიანთ შრომით მოწყობის საკითხზე არიან გამოსულები და საშოვარზე ამ ქვეყანაში რა. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ მოვისმინე, ისეთი რაც ახსნიდა არს აი ამ დიდი მოძრაობის რომლის დაწყებასაც აპირებენ. ეს არის ძალიან სამწუხარო. სამწუხარო არის ზოგადი პოლიტიკური კლიმატის თვალსაზრისით, ქვეყანაში ცივილიზებული ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ როდესაც ისმის გამუდმებით მუქარა, როდესაც ისმის გამუდმებით რაღაცა გამიშვიდა ბატონი მამუკას სიტყვა არის რომ სადაც ვიწროა ის გაწყდეს და აი ეს არის მისი პოლიტიკის არსი და მისი პოლიტიკური სიმაღლეც თუ გნებავთ, ასე ხო, მაშინ ძალიან ძნელი არის ამ ურთიერთობების დამყარება. მიუხედავად და კიდევ ერთ მინდა გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიცია აღარ ერიდება არაფერს იმისთვის, რათა საწადელს მიაღწიოს. და მათ შორის აი რუსული ამორალური ბრალდებების ქართული მხარის მიმართ გამეორებასაც. აი ეს არის ძალიან სამწუხარო. დღეს ქართული პოლიტიკური ოპოზიცია და მისი უდიდესი ნაწილი განიხილავს რუსეთ-საქართველოს ომსაც, იმას რომ რუსეთი 40 კილომეტრზე დგას თბილისიდან, იმას რომ გამუდმებული პროვოკაციები გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ, უკაცრავად უნდა დამთავრებინოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ჰამლეტის მონოლოგი წამიკითხავს უფრო დიდი ვიდრე ბატონი მამუკას გამოსვლა იყო. და ყველაფერს ამას ეგესი არ არის, ეგესი არ არის და განიხილავს როგორც თავისი პოლიტიკური რეანიმაციის შანსს, იგი უკავშირებს რუსეთის გააქტიურებას ახლა და აი ამ ვითარებაში მათი გააქტიურება ამას ნიშნავს, რომ აი ახლა მოახდინონ პოლიტიკური რეანიმაცია, მაგრამ
მე თქვენ გარწმუნებთ რომ აქ სინამდვილეში არ მიდის დაპირისპირება იმაზე არჩევნები 3 თვეში ჩატარდება 3 თვეში წააგებენ 4 თვეში და ძალიან დიდხანს წააგებენ სანამ აი ესეთი ერთმანეთის ლანძღოგინების რეჟიმში იქნებიან სულ ყოველთვის წააგებენ სანამ არ ჩამოაყალიბებენ მართლა პოლიტიკურად სტრუქტურირებულ თავიანთ წარმომადგენლობებს და თავიანთ პარტიებს ყოველთვის წააგებენ მაგრამ აქ სხვა რამე არის და სხვისი მოიმედეობა და სხვისი მოკავშირეობა აქვს და სხვა ვითარების მოკავშირეობა განუზრახავთ ყველაზე საუკეთესო მეგზურად და ამას ჩვენ არ დაუშვებთ იმიტომ რომ საქართველოში ახლა მიმდინარეობს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება არამედ საქართველო იბრძვის თავისი თავისუფლებისათვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დამდგარ საქართველოს ხო ვერავინ გარწმუნებთ ვერავინ აი ამ ფსევდო რაღაცა გამოხტომებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაზე ამორალური რუსული ბრალდებების გამეორებით ვერავინ ვერ შეაჩერებს ჩვენ გზას კერძოდ იმ ბრალდებებს გულისხმობ როდესაც სულ უფრო და უფრო ხშირად იწყება ახლა ამაზე ლაპარაკი რომ საქართველოს დაიწყო ომი. ეს არის ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის წყალგამყოფი იმ პოლიტიკურ პარტიებთან. საქართველოს დაიწყო ომი და მე ამ დროს ვეკითხები ხოლმე სად იყო ეს ომი? სად იყო ეს ომი? ხალბატონო ნათია, რიაზანში იყო ომი, ვლადივოსტოკში იყო ეს ომი თუ მოსკოვის მისადგომებთან იყო. სად იყო? თუ ისტორიულ კონტექსტში ვიტყვით, მაშინ 226 წელია ეს ომი გრძელდება საქართველოს დაპყრობის და ქართული ხალხის მართლა გმირული თავდადების და წინააღმდეგობის და თუ მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტი არის ხო? მაშინ ჩვენ ვიცით რომ 1991 წლიდან დაიწყო ეს რომ საქართველოს როგორც კი განაცხადა რომ მინდა ვიყო თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო რუსეთმა გადაწყვიტა რომ არ შეეგუოს ამას და უკაცრავად სულ მცირეებს იმიტომ რუსეთისათვის არამხოლოდ ის არის კოშმარი და იმპერიული იდეის კრახი არამხოლოდ ის არის რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ქვეყანა არამედ იმპერიული იდეის კრახი არის ის რომ როგორც კი საქართველოს იქნება ძლიერი და წარმატებული ქვეყანა როგორც კი ბადრი პატარკაციშვილის ნაერებს არ ექნებათ გასახანი ამ ქვეყანაში როგორც იყო ეს გასულ წელს როცა ქვეყნის დაწვას და დანგრევას აპირებდნენ აი მაშინვე ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთის სხვა რეგიონებში დაიწყება ცენტრიდანული პროცესები და რუსეთის დაშლის წინაპირობა გახდება ეს არის მთავარი მოტივი ეს არის მთავარი არსი რუსული პოლიტიკის და ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად აზთა დაპირისპირებისა თუ რაღაცა კიდევ ერთხელ ვამბობ ერთი წელი არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებამდე გვაშორებს ცოტა მეტი ერთ წელზე ცოტა მეტი იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები მოიგონ ეს ადგილობრივი არჩევნები უზრუნველყოს გადადგეს პრეზიდენტი და შენ წადი და მე მოვალ ეს არ არის პოლიტიკური საუბრის ხერხი და ამას არავინ არ დაეთანხმება მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ბატონო სრულიად სხვა და თუ გნებავთ მაგ თემაზე ერთხელ კიდევ ვისაუბრებთ სხვა შორის რახან შემახსენეთ ასე კი მოვიდა და მაშინ პარლამენტში იყო ზუსტად ბატონი მამუკა შევარდნაძის ფარგლამა რა თქმა უნდა მე იქ ვიყავი რომ წარმავალ უბედურებას არ ეჯობნა მომავალი უბედურებისათვის ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ახლა გარდაცვლილზე როდესაც საუბრობთ ყოველ შემთხვევაში გარკვეული მორალური უფლება უნდა გქონდეთ ამის უხერხულია ელემენტარულად როცა ბადრი პატარკაძიშვილი გარდაცვლილზე საუბრობთ ცოცხალი ციკლაური თქვენ შეგიძლიათ მითხრათ რომ ბადრი პატარკაძიშვილზე საერთოდ არ შეიძლება ასე საუბარი მაგრამ ძალიან გთხოვთ სპეკულაციას გარდაცვლილებით ნუ მოყვებით თქვენ აღა მაჰმად-ხანის გარდაცვლილია და მურუაყურც არა გარდაცვლილობის გამო არ გეუნებით პიროვნული ღირსებების გამო გეუნებით მე ამას პიროვნული ღირსებების გამო გეუნებით და არა მხოლოდ გარდაცვლილების გამო პიროვნული ღირსებაც ქონდა გამოჩნდა ცეცხლი წაუკიდეთ საქართველოს მის წარმომადგენლები ამბობენ საარჩევნო ყუთებს აი ეს იყო ასე მე არ ვაპირებ ახლა აქ თქვენ და მისი წარმომადგენელი ლუგავოი გუშინ წერს ბატონო მამუკა ამას მაინც მიაქცევთ წარმომადგენელი ჰამლეტის როლში თქვენ გადადიხართ ეხლა აღარ ამთავრებ თუ რანაირად საქმე გასაგებია ბატონო ჰამლეტის როლში ვარ იყო საზრისით რომ თქვენი ყოფნა არ ყოფნა როგორც პოლიტიკური ძალის მართლა ძალიან სერიოზული მაგას ძალიან მალე დავინახავთ აი ისევ მუქარა და გამოჩეკილი პოლიტიკოსებისგან ცოტა უხერხულია ამ ტიპის მომენტები რასაც კადრულობთ იმას იღებთ რაც შეეხება რუსეთის ენაზე ოპოზიციის საუბარს მე მინდა ყველა შევახსენე ელემენტარულად რომ სააკაშვილისადმი ჩვენი პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება და შეფასება იყო 5 იანვრის შემდეგაც იყო 21 მაისის შემდეგაც და ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოუწვევია რუსეთის გააქტიურებულ პოზიციას აგვისტოს მოვლენების დროს. იყო სხვათა შორის 5 წლის წინაც, როდესაც საერთოდ არ იყო რუსეთის მხრიდან მსგავს ტიპის მოქმედებები. ამიტომ ეხლა ჩვენ აზრს ემთხვევა გარკვეული შეფასებები რუსებისა თუ ჩვენ გვაძლევს სტიმულს რუსეთის გარკვეული განცხადებები, ეს მოდი ღიად დავტოვოთ საზოგადოების განსაჟიელას, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ვინც არ უნდა უარყოფითად შეაფასოს
სააკაშვილი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მერთმევა უფლება სააკაშვილის კრიტიკისა. იმიტომ რომ სააკაშვილის კრიტიკა მე დაწყებული მაქვს 5 წლის წინ და ვიღაცა შეიძლება ეხლა გაახსენდა, რომ ის კრიტიკას იმსახურებს. ამიტომ ამ ტიპის ასე ვთქვათ, მოშველიება ამ არგუმენტების, რომ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს დღეს როცა ის გააქტიურდა, არ არის ელემენტარულად არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ეს გააქტიურება უკვე აგერ 5 წელს ითვლის ჩვენი მხრიდან სააკაშვილთან მიმართებაში. ნუ რაც შეეხება არჩევნებს ვერ მოიგებენო, ვერც სამთოში, ვერც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნათია, რომ ჩვენ ვამბობთ ერთნიშნულოვნად, საქართველოში უნდა იყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარების პირობები და მდგომარეობა. ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ. ამას ამბობს არ შეიძლება, უნდა დავამთავრო და კი ბატონო, გასაგები. დავამთავრებინე და კი ბატონო, მე ბრძანა. კი ბატონო, ძალიან მოკლედ. ამიტომ იმ შეფასებებს 5 იანვრის არჩევნებთან დაკავშირებით, 21 მაისის არჩევნების ობიექტურობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევა-არჩევებითობასთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიციის, პროკურატურის და ასე შემდეგ, საუბრობს მთელი მსოფლიო და თუ გნებავთ გუშინ წინდელი Human Rights Watch-ის შეფასებები, როგორი გახლავთ მათ შორის ცხინვალის მოვლენებთან დაკავშირებით. მე შეგნებულად ვახსენებ ცხინვალის მოვლენებს, იმიტომ რომ სააკაშვილს აღიზიანებს თურმე ეს მომენტი და კარგი იქნება თუ საბოლოოდ, ხლა ჯერ ეს ერთი ნუ რას ნიშნავს ეს არ ვიცი, გუბერნატორმა 9 ჯერ ახსენა ცხინვალის მოვლენები. გამოდის სააკაშვილი ამბობს რომ აღარავინ ახსენოთ, თორე დააღჟითო და უცებ ტერმინოლოგია შეიცვალა. ნუ ხო არ შეიძლება ენა დაამკვიდრო პოლიტიკური, ჩამოიშალას ამბობს ერთი და ამბობს 100. ნუ ეს არის არა თავისუფალი მოქმედება პოლიტიკაშიც. მე ამით დავამთავრებ, რაც არ უნდა თქვას. ბატონმა ნუგზარმა აღარ მოგთხოვთ. თქვენ თუ დამისვათ კითხვას, კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ მე მაინტერესებს, გაქვთ თუ არა იმედი, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება თუ არა პრეზიდენტი, გადადგება თუ არა? მოთხოვნას უნდა მიაღწიო. მოთხოვნის შესრულება უნდა იქნას მიღწეული და ამ მიღწევაში ერთის მხრივ პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეული ერთობა არის საჭირო. არა ისეთი, რაზედაც ბატონი ნუგზარი საუბრობდა, რომ ერთი ლიდერი უნდა ყავდეს ოპოზიციასო. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური უმწიფრობაა, როდესაც ეუბნები ლეიბორის და მემარჯვენეს ერთი ლიდერი უნდა ყავდესო. მე ესე მიმაჩნია. ლიდერები უნდა იყვნენ ბევრი, მაგრამ შეიძლება იყოს აზრთა შემოკრება გარკვეული პოლიტიკური პარტიების და ერთი ლიდერის გარშემო, მაგრამ მთელ ოპოზიციას მისი სიჭრელის მიუხედავად ერთი ლიდერი ყავდეს, ეს არ იქნებოდა სწორი. რაც შეეხება იმედს, ბუნებრივია ახლა ოლიმპიადა არა მაგიტო არ წაუგია წააგოს სისტემის და არჩევნების არასამართლიანობის გამო და ბოლოს ვამთავრებ ესე იგი რომ იმედს რაც შეეხება ნამდვილად არ აგვიქვა მე პოლიტიკას და არჩევნებს ოლიმპიადად რომ თავარი იყოს მონაწილეობა მასში ბუნებრივია იმედიც მაქვს სურვილიც მაქვს და შედეგიც დადგება მე უბრალოდ ერთ რამეს ვუსურვებდი ალბათ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებს დღევანდელ ხელისუფლებას და ფაქტიურად პოლიტიკური ვერდიქტიც და ადამიანური ვერდიქტიც გამოტანილი აქვს სააკაშვილის მიმართ, პიროვნების მიმართ, იმიტომ რომ ის არის, ბატონი ნუგზარი მეკითხებოდა, მაინც ვერ თქვით რა არის, ის არის კრიზისის წყარო ამ ქვეყანაში. მე ვუსურვებდი ყველას, რომ მართლა ეს არ არის ახლა ესეთი სიტყვები რაღაც პოპულიზმი ტელემაყურებელზე, მართლა რეალურად დაფიქრდით იმაზე მეგობრებო, თუ თანამემამულენო, ვინც ხართ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერები, ღირს თუ არა პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეთ ადამიანს, რომელიც პრინციპში არის დამთავრებული. ძალიან მოკლედ, ბატონო. ღირს თუ არა ეს ყველაფერი და ეხლა მე გნებავთ იცინეთ და გნებავთ იხარხარეთ. გისმენთ ბატონო, ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება. შეკითხვა თქვენთან არ მეკითხება, როგორ გუნება განწყობაზე ვიყო. ბატონმა მამუკამ ბრძანა რომ გადაწყვეტის გზარიო, რამდენჯერმე თქვა ამის შესახებ დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები იმ პუნქტებში, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს რამდენიმე კვირის წინ თუ არ ვცდები, არის ეს მოთხოვნაც, ამიტომ პირდაპირ არის შესაძლებელი საარჩევნო გარემოს დემოკრატიზაციაზე ზრუნვაც და შესაძლებელი არის თავის დროზე არჩევნების ჩატარებას, როცა ეს არჩევნები ამას მოითხოვს. სხვა ყველა გზას, განსაკუთრებით პირველ მოთხოვნას, შეყავს პოლიტიკურ ჩიხში ქვეყანა და პოლიტიკურ ჩიხში ქვეყნის შეყვანის მცდელობას, ხო? რა თქმა უნდა, ყოველმხრივ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწევს დატოვოს თანამდებობა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ოპოზიციის მოთხოვნა. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ხვალ დაბრუნდება ზუსტად 9-ის ნახევარზე პირდაპირ ეთერში, ზვიად ქორიძესთან ერთად გემშვიდობებით, ბედნიერად. ეთერში იყო გადაცემა
უცნობი კავკასია.